გამარჯობათ, მოგესალმებით, პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს თქვენს წინაშე მხოლოდ მე ვიქნები, თქვენ იცით რომ მე და ოთარ ჭითანავა ერთად უძღვებით ხოლმე დღევანდელ გადაცემას, მაგრამ ბატონი ოთარი ჩვენი მერობის კანდიდატი, თბილისის მერობის კანდიდატი ეხლა ამჟამად აი ზუსტად ეხლა პარალელურად 7:30-ზე იწყებს საზოგადოებრივ პირველ არხზე ექნება რა თქმა უნდა სიტყვა და შეგიძლიათ ბატონ ოთარს მოусმინოთ ასევე მინიმუმ 10 წუთიანი მაინც ექნება რა თქმა უნდა თავის წარმოსაჩენად პროგრამის და ასე შემდეგ და შემდეგ ჩვენს გადაცემაში როგორც ტრადიციისამებრ ხდება ხოლმე გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა შემდეგ ზარებით შემოვა და ასე შემდეგ. ვამჩნევთ რომ ჯერ უპირველესად მინდა ყველას მოგილოცოთ, ჩემო ქვეყანა, ყველას აბსოლუტურად, ჩემო თანამოქალაქეებო, თანამემამულენო, დღეს გახლავთ მიქაელ მთავარანგელოზის ხსენების დღე, უდიდესი მთავარანგელოზისა და სხვა მთავარანგელოზებთან ერთად თავისთავად ყველა უდიდესია, რომლებიც მეუხებენ, რომლებიც გვიცავენ ჩვენ და შეგეწიოთ მისი ძალა და მადლი. საქმეში, ფიქრში, ყოველდღიურობაში და მთლიანად ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება პოლიტიკურ ბატალიებს, ნელ-ნელა ცხელდება, თუმცა კი ოფიციოზის სიტყვაში, საქმეში და თავში ტემპერატურა არასდროს არ იყო, კლებისკენ, პირიქით მატებისკენ იყო. ჩვენ იცით ძალიან კარგად რომ წარვადგინეთ ჩვენი კანდიდატები თითქმის ყველა რაიონში, რეგიონში, მათ შორის თავისთავად თბილისში მერობის კანდიდატი ყავს, ძალზედ ღირსეული პიროვნება და ასევე ღირსეული კანდიდატები პირველი ნომრიდან დაწყებული ბოლომდე. მე გახლავართ კონკრეტულად რუსთავის, ასე ვთქვათ, საბრძოლო ბანაკში. რუსთავის მაჟორიტარ კანდიდატი ვარ, ასე ვთქვათ, დეპუტატობისა ერთ-ერთ ცხილ უბანში. მე-7 მერვე მიკრორაიონია ეს უბანი. მიუხედავად იმისა, რომ წარდგენა არაერთ გზის მოხდა ჩვენი, ასე ვთქვათ, პროგრამისა, ხომ? თქვენს წინაშე. მოსახლეობა მაინც ყველანი დამეთანხმებით კითხულობენ, აი, აბა ამ ვითარებაში, ამ პრობლემასთან კავშირში, რას მოიმოქმედებთ, რას გვეტყვით, რას გადაწყვეტთ. ზოგიერთი იმასაც გვაბრალებს, რომ არაფერი გაგიკეთებიათო, კაცო. რა უნდა გაგვეკეთებია ჩვენ, როცა სახელმწიფო ბერკეტები არ გქონდა და იმ პოზიციაში, რა პოზიციაშიც ეს პოლიტიკური გუნდი იმყოფებოდა, სრულიად მარწუხებში, სრულიად დიდი წნეხის ქვეშ უფრო მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ეს შეიძლებოდა გაკეთებული იყო ალბათ. ეს არ არის ქარაგმა, თვით ქარაგმა და რაღაცა ბაქიბუქი და ნამდვილად აღარ ჩამოვყვები ახლა იმ εν რაოდენობით ინოვაციებს და იმ ზრუნვასა და ჯაფას, რაც პატრიოტთა ალიანსმა კონკრეტულად და მასში შემავალმა პიროვნებებმა, ძალებმა გასწიეს შეძლების და გვარად საქვეყნოდ. რაც შეეხება ჩვენს პროგრამას. მეტნაკლებად ჯერ სურს გითხრათ, რომ ასეთ გადაცემებში აუცილებლად იქნება რაიონებიდან, რეგიონებიდან ჩართვა ჩვენი კანდიდატურებისა, კანდიდატებისა. ჩართვები ამ პირველი ნომრები, სურვილი სამები, მაგრამ შემდეგ შეიძლება ნებისმიერი ნუმერაციას მნიშვნელობა არ აქვს. და რა თქმა უნდა თავიანთი ქვეყნის, თავიანთი ქალაქის, თავიანთი კუთხის სატკივარზე და გამოსავლებზე, გამოსავალზე ისაუბრებენ. მეტნაკლებად ყველა ქალაქს ეხება ის პრობლემატიკა, რომელიც დასურად ხატებულია, მინდა გითხრათ, ჩვენს პროგრამაში. და ეს პროგრამაც ძირითადი ნაწილი საერთოდ შინაარსი, რა თქმა უნდა, არ ახალია საზოგადოებისათვის
და არის ინოვაციური შემოთავაზებები ამის შესახებაც გეტყვით თავისთავად და მსურს დავიწყო ასე ვთქვათ არ დაგღალოთ და უფრო ის მიმართულება მივცე ასე ვთქვათ ჩვენი პროგრამას მის წარდგენასა და საუბარს რომ უფრო მოსმენადი იყოს საერთოდ დამეთანხმებით რომ ყველა ქალაქი შედგება ორი ნაწილისაგან ხო ძველი და ახალი ნაწილისაგან ხო ნუ დაუშვათ მეგაპოლისისაგან და იმ სიძველი ისტორიული ნაწილისაგან რომელიც ყველა ქალაქს გააჩნია მეტად თუ ნაკლებად საერთოდ არქიტექტურული სტილი როგორც ასეთი მთლიანად დაკარგული აქვს აი ის ჯანსაღი ქართული მე ხალხს უსვავ არქიტექტურული სტილი ქალაქებს რა თქმა უნდა თბილისს უპირველეს ყოვლისა და ეს მეტნაკლებად ყველა ქალაქსი აისახება მე მოგახსენეთ რუსთავში ვიყრი კენჭს როგორც მაჟორიტარი და შემიძლია რუსთავზეც ძალზედ ბევრი რამ თქვა თბილისში კი ვიცით სათამჯენების სისტემა თბილისში ვიცით საერთოდ ძალზედ უსახური ასე ვთქვათ დეველოპერული საქმიანობები და მინდა ხაზი გაუსვა ერთ რამეს როდესაც სიძველე ისტორიული ნაწილი ქალაქისა იჩრდილება და მასში ინტერვენციულად იჭრება ახალი ქალაქის ასე ვთქვათ ფსევდო ინოვაციური თუ გადაღებული ის სადღაც რომ ვიღაცას და რაღაც გარემოს შვენის შენს არეალს შენს განვითარებას შენს წარსულს და აწყოს ნამდვილად არ შეშვენის და საერთოდ პირიქით ამახინჯებს კიდევაც ჩვენ ხომ ძალზედ მაგრები ვართ რაღაცების სრულ კოპირებაში აპრობაცია ადაპტაციის გარეშე დაფიქრების გარეშე ამაში რა თქმა უნდა ამაშიც ბადალი არ აყვავს ასე რომ ქართული სტილი არქიტექტურისა უნდა იყოს რა თქმა უნდა ყველასთვის სტანდარტი და ყველა სამშენებლო კომპანიისათვის რომელიც შესაბამისი საქმიანობით არის ასე ვთქვათ დაკავებული უბრალოდ სურს ერთი რამ და ამ არქიტექტურულ სტილზე დავამთავრებ საუბარს აი საილუსტრაციოდ მინდა გითხრათ ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისში აქვე რუსთაველზე დაბლა ეროვნული ბიბლიოთეკა რომელსაც რომ შეხედავთ ახლა ნუ ხო არა აღუწერთ შენობას შენიშნავთ როგორ არის იერსახე მართლაც თბილისული ჭეშმარიტად იქ სიძველეც თავის ადგილზე და სიახლეც ანუ ერთგვარი სინერგიულად შერწყმული და ერთი მეორეს რომ ხელს პირიქით არათუ უშლის არამედ ალამაზებს და შეესაბამება ანუ განა სიახლე უნდა შეიჭრას ინტერვენციულად პირიქით სიძველემ უნდა ჰკვებოს და სიძველემ უნდა დაიკავოს სიახლეებში თავისი ღირსეული ადგილი აი ესაა ჭეშმარიტი ხელოვნება ესაა ჭეშმარიტი არქიტექტურა ესაა ქართული არქიტექტურა დიახ და ქართულ არქიტექტურაში არ მოიაზრება მხოლოდ და მხოლოდ ბანები და დაუშვათ აივნები მხოლოდ და მხოლოდ სურს ასევე დიდ პრობლემას გაუსვა ხაზი რაც ეხება ვიწრო ქუჩებს აქედან მოტივირებულ მე რა ვიცი გადატვირთულ მოძრაობას საცობებს თვითონ ქუჩის ინფრასტრუქტურის არა ასე ვთქვათ პროფესიონალურ დაგეგმარებას გავრცელებულია ხომ საერთაშორისო სტანდარტია არაერთ გზის თქმულა ამ სტუდიიდან გავიმეორებ 25 მეტრზე ნაკლები როცა არის სიგანე ქუჩის ის ქუჩა ნამდვილად არ შეიძლება იყოს ორმხრივი ის უნდა იყოს ცალმხრივი და ამ ქუჩაზე არ შეიძლება მაღალსართულიანი მრავალსართულიანი შენობების აღმართვა ეს ძალზედ ბევრ რისკსა და ხიფათს ქმნის არა მხოლოდ გაყვანილობების და საკომუნიკაციო კუთხით, არამედ წყალკანალიზაციის კუთხით,
პარკირების კუთხით, მოძრაობის კუთხით, აი ეს ნამდვილად საცობი საიდან წარმოიქმნება და ასე შემდეგ, ხომ? აღვნიშნე ეხლა ასე ვთქვათ, საუბრობ ამ ქაოტურ მოძრაობაზე და რა თქმა უნდა სტაგნაციურ მოძრაობაზე, ხო, საცობი ხომ საშინელებაა განსაკუთრებით პიკის საათებში და რუსთავიც კი მოიცვა. აი რუსთავშიდაც კი არის, ასე ვთქვათ, ამის ტენდენცია უკვე რომ საცობისკენ არის უკვე მიმართულებები და რადგან იქაც იზრდება ქალაქი, მშენებლობები იცოცხლე, რამდენიც გინდა, იქ რუსთაველი ნამდვილად ვერ შეიძენს ვერცერთ ბინას, ვერცერთ კორპუსში, ამ ფეშენ კორპუსებში ასე დავარქვათ, სადაც რა თქმა უნდა იცით თქვენ, ვინ შემოდის მზა ფულით და ვინ იკავებს ამ ადგილებს დიდი დამკვიდრების გარანტიებით, რომლებიც ესაკუთრებიან შემდეგ არა მხოლოდ სახლებს, არამედ ბევრ სტრატეგიულ ობიექტს და იმ ბიზნეს ინტერესს, რაც მათ ამოძრავებთ, ყაზახეთი იქნება, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი თუ ასე შემდეგ, ინდოეთიც თვალნათლივ არის წარმოჩენილი რუსთავში. რა თქმა უნდა, მათი მიზან-მიმართულება ესეთი გამოკვეთილი და ესეთი როგორ გითხრათ, აი საშიშროებ, მხოლოდ საშიშროების მომტანეა, იცით, ვინ უნდა შეეწინააღმდეგოს ინვესტიციას, მაგრამ ეს არ არის ინვესტიცია. ეს არის საკუთარი გენოფონდის გაღატაკების, საკუთარი გენოფონდის შემცირების, არა მხოლოდ სიკვდილობით, მათი გადინების, ასე ვთქვათ, ფასად, აი რიცხვი რომ იგივე რჩება შემოსული, ასე ვთქვათ, სხვა ეთნიკური წარმომადგენლების, სხვა ქვეყნის წარმომადგენლების, ასე ვთქვათ, ქვეყანაში მოსვლის გამო და რეალურად ჩვენი ადგილი რუსთაველებისა, ამას ყველა ქალაქი იტყვის მეტნაკლებად, თითქმის რომ აღარ რჩება ჩვენ საკუთარ ადგილს ამ ყოფილში, სადაც გავიზარდეთ და სადაც დავიბადეთ, ხომ? მე მსურს ახლა აღვნიშნე, ასე ვთქვათ, პარკირების სისტემაზე მსურს გადასვლა, რომელიც სრულიად ახლა პარკირებას და დათვალიერებებს და ასე შემდეგ მუნიციპალური ხედვა არ სჭირდება, მხოლოდ უბრალოდ ვერ მოიცავს და მუნიციპალური კომპეტენცია ვერ გაწვდება მას, მაგრამ მაინც სათქმელია, რომ დათვალიერება არის კორუფციის წყარო და აი ეს პარკირების სისტემა, რომელიც ნამდვილად არაჯანსაღია, უნდა იყოს უფასო. ძირითადად უნდა იყოს უფასო, მე არ გულისხმობ ყველგან ახლა ცენტრალურ გამზირებზე, იქ სადაც საბავშვო ბაღია თუ სავადმყოფოა, იქ რა თქმა უნდა, იქ მეტი სიფრთხილეა გამოსაჩენი და იქ უნდა დაწესდეს აბა რა აღირებულება, მაგრამ ძირითადად ქალაქში უნდა იყოს უფასო. იცით, მე მსურს ასევე თქვენი ყურადღება მივიპყრო საერთაშორისოდ აღიარებულ გრიდულ სისტემაზე, ეგრეთ წოდებულ გრიდულ სისტემაზე, რომელიც ევროპის ქალაქებში ნაცადია, დიდი ხანია დამკვიდრებულია და ეს გახლავთ ბადე ქსელური სისტემა. ქუჩები ერთმანეთს უკავშირდებიან, როგორც ბადე, აი ქსელი წარმოვიდგინოთ, დაქსელულია ქუჩები, რომ ერთი დიდი გზა რაღაცა თავის მოსახვევებით არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ალტერნატივა, რომ ამ ქუჩაზე შემდეგ, რა თქმა უნდა, რისკი დიდია საცობისაც და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ შეეძლოთ ყველას დანიშნულ ადგილზე იმ დანიშნული, ასე ვთქვათ, და ალტერნატიული გზებით მისვლა. ეს რა თქმა უნდა არ იქნება შემთხვევითი რამ და უბრალოდ უბრალო რამ, ეს ძალზედ შეამცირებს რისკებს. თბილისშიც, რუსთავშიც, ბათუმშიც და იქ სადაც რა თქმა უნდა შესაბამისი ვითარებაა. რაც შეეხება ესე იგი ჩვენს მონაწილეობას არჩევნებში, კითხვა დაგვისვეს არაერთ გზის, ხომ? აი რა მიზნით ღებულობთ არჩევნებში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, იმ მიზნით, რომ არსებული დაჭაობებული სისტემა შევცვალოთ. იუმორი არ აწყენს ჩვენს თანადროულობას,
იმდენად დასტრესილია გარემო, რომ შემიძლია მცირე იუმორითაც კი გითხრათ. ოღონდ ეს არ არის მხოლოდ იუმორი, იუმორით შეზავებულია ის მწარე რეალობა, რასაც ახლა მე თქვენ გეტყვით. ჩვენს ასე ვთქვათ, ჩვენს პარტიას შეიძლება თამამად დაერქვას დამსაქმებელთა პარტია. ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი დამსაქმებელთა პარტია და რატომ? ნებისმიერ კუთხე კუნჭულში და რეგიონში ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი კანდიდატები, ხო, საკრებულოს კანდიდატები და საერთოდ გნებავთ ჩვეულებრივად მთლიანად ოფისი, ხო, პატრიოტთა ალიანსის ოფისი. მეტ-ნაკლებად თითქმის ყველგან განიცდის წნეხს ოფიციოსისაგან. ჩვენ გვაქვს გამოკვეთილი რამოდენიმე ქალაქი ინფორმაცია, ვით გვაქვს მათსეთ, ეხლა მე შეგნებულად აღარ დავასახელებ, რადგან მათ გამოსწორების შანსი და თვალისახელის შანსი აქვთ, რომ გადაბირება მიდის ძალიან დიდი მასშტაბით და ძალიან დიდი მეცადინეობით, ხო? აი მოხიბლა და მოქრთამო ადამიანებისა დასაქმება მათი, იცით? რატომ ვართ დამსაქმებელთა პარტია? იმიტომ რომ ბევრ ადამიანს შესთავაზეს და ნაწილი დაასაქმეს კიდევაც, რომ უარი ეთქვათ მათ პატრიოტთა ალიანსის წევრობაზე გნებავთ. და არა მხოლოდ წევრობაზე, ხომ? არჩევნების ასე ვთქვათ, მიჯნაზე როცა ხარ და კანდიდატად ბრძანდები, ხომ, ამ პარტიიდან და კანდიდატობას იხსნი, აქ უკვე სიაც ვარდება და დიდ საფრთხეს უქმნი უკვე და ზიანს აყენებ თვითონ ასე ვთქვათ იმ ბირთვს, საიდანაც ხარ წარდგენილი. ანუ ამაზეც კი მიდიან და რეალურად ამიტომ შეიძლება დაგვერქვას დამსაქმებელთა პარტია და შემიძლია მოგიწოდოთ ყველანი კი არა ძალიან ბევრნი ვინც დაუსაქმებელი ხართ მობრძანდით გაწევრიანდით პატრიოტთა ალიანსში და ძალიან დიდი ალბათობაა ძალზე დიდი ალბათობაა რომ თქვენ დასაქმდეთ პატრიოტთა ალიანსის და ეს პოლიტიკური გუნდი მთლიანად ერთი ეს დიდი გუნდი შეიძლება ჩაითვალოს ასევე საგანმანათლებლო პარტიად. ის რასაც თავის დროზე დავით არხანმოურავი, ირმა ინაშვილი ბრძანებდნენ პროექტის ხაზით, სახით, აი ინოვაციების კუთხით, რაც შეთავაზებული იქნა არაერთ გზის და რჩევად მიწოდებული ოფიციოზების მიმართ ზოგიერთი 2008 წლიდანაც კი იღებს სათავეს და 2013 წლიდან ძალზედ ბევრი რამ იქნა შეთავაზებული მათზე. საილუსტრაციოდ გეტყვით. აი ქალაქის იერსახეზე რამდენი ხანია ჩვენ მსჯელობთ და ეხლა ხანს კობახიძემ ისაუბრა რაღაც კანონი დაწერეს, რომ თურმე ქალაქის იერსახე, ასე ვთქვათ, მეტად საყურადღებოა და რაღაც ჩანაწერი გააკეთეს. ძალიან კარგია, არ გითვლით არანაირ პლაგიატობაში, ბევრია ჩამოსათვლელი და უბრალოდ არ მინდა ამაზე დრო დავკარგოთ. არავით არის პლაგიატობა ბატონებო, გააგრძელეთ ჩვენი მოსმენა, რჩევებიც გაითვალისწინეთ, ეს ჩვენ ქვეყანას თუ წაადგება და არ იქნება ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა და რაღაც კიდევ თვალებში ნაცრის შეყრა. ხო, აი თქვენი თეორიტიკოსობა რა, არ გაიშვა და გაიშვას არსად. თუ მხოლოდ ასე არ იქნება, რა მივესალმებით. თქვენი იყოს ყველა იდეა ბატონო. თქვენი იყოს. ასევე მსურს სოციალური პაკეტიდან ახლა სრულყოფილად პროგრამას ვერ მოვიცავთ. სოციალური პაკეტიდან მსურს გითხრათ ადამიანების შესახებ, რომლებიც ძალზედ ხელმოკლენი არიან. თბილისში, სრულიად საქართველოში, რუსთავში ბატონო ჩემო. იცით, ბინადმშენებლობას, მუნიციპალურ ბინადმშენებლობას ალტერნატივა არ აქვს. ამისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან აი კონკრეტულად რუსთავზე გეტყვით და არა მხოლოდ რუსთავზე. უნდა გამოიყოს აუცილებლად 4% მაქსიმუმ ეს დათვლილია, რომ ბინები აშენდეს და ის ოჯახები, რომლებიც ვერასდროს ვერ შეიძენენ საკუთარ ბინას, მათ მიეცეთ ეს ასე ვთქვათ საცხოვრებელი, საცხოვრისი, მიეცეთ ასევე ახალდაოჯახებულ წყვილებს, რომლებმაც ოჯახი შეგაბედეს და ოჯახი შექმნეს ამ გაჭირვებულ სოციუმში და
რა თქმა უნდა თითოეული ოჯახის შექმნა მხოლოდ უნდა ახარებდეს და აბედნიერებდეს კეთილგონიერ ხელისუფალს და ზრუნვა უნდა იყოს მათზე გამოხატული ამ კუთხითაც რომ ეს ადამიანებიც დაკმაყოფილდნენ საცხოვრისით იყოს თუნდაც განვადების სისტემა 20 წლიანი 30 წლიანი 40 წლიანი რომ ადამიანებმა შეძლონ ღირსეულად იცხოვრონ თავის სამშობლოში თავის ქალაქში და არ მოხდეს ჩანაცვლება, ეთნიკური ჩანაცვლება. კონკრეტულად რუსთავს არასდროს გაკვირვებია მრავალეროვანება, ბატონო ჩემო. არასდროს. 48 ეროვნების წარმომადგენელს უცხოვრია და ცხოვრობს ქალაქ რუსთავში, მაგრამ დღევანდელი ცუნამი შეიძლება ითქვას, აი მრავალი ეთნიკური სიჭრელისა მართლაც რომ საგონებელში აგდებს ქალაქს, თანაქალაქელებს და აფიქრებს და რა თქმა უნდა წუხილით მერე გამოვხატავთ ხოლმე ამ ყოველივეს. ოღონდ ეს გამოხატულება წუხილით არ იქნება სამზარეულოებში და მხოლოდ ქუჩებში. ამ წუხილის გამოხატვა იქნება საარჩევნო უბანთან მისული საზოგადოებისაგან, რომლებიც დააფიქსირებენ თავის გულის ხმის პოზიციას, თავისი სინდისის ხმის პოზიციას, რომ ამდენი წლის განმავლობაში ყოველი წელიწადი რომ უარესია წინა წელიწადზე და ჯანსაღად შეხედავენ 8 ნომერი ეს დიდი პოლიტიკური გუნდი პატრიოტთა ალიანსის სახით თუ რას სთავაზობს მათ სთავაზობს როგორც გამოსწორების გზებს, ისევე პრევენცია, პროფილაქტიკის გზებს. ჩიხიდან გამოსვლის და ამავე დროს შეიძლება ითქვას თავისუფლად ეს უტრირება არა გადარჩენის გზებსაც. აუცილებლად საჭიროა ხელმოკლე ოჯახებისათვის ტანისამოსით, სეზონურ ტანისამოსია მსჯელობა უზრუნველყოფა. კვებითი უზრუნველყოფა აუცილებლად. არის ოჯახები არაერთი და პატრიოტთა ალიანსმა ეს გამოკვეთა, რომელ ოჯახებშიც ხორცის გემო ბავშვმა და საერთოდ არ იციან ახალგაზრდებმა, აი ბავშვებზეა საუბარი ძირითადად, ხორცი არ უგემიათ მათ. რამდენიმე საერთოდ ხორცი არ იციან გემოთი რას წარმოადგენს. აქ არ არის ფოკუსი რაღაც ხორცზე და რაღაც კვებაზე და მუცელ ღმერთობაზე, არა ბატონებო. განამუცელ ღმერთობაა ჩვენმა მომავალმა თაობამ. შესაბამისი კვება მიიღოს, ჯეროვანი, აი ის საკვები მიიღოს, რაც მისი ფიზიოლოგიური არსებობისათვის და სიჯანსაღისათვის არის საჭირო, ეს მუცელ ღმერთობაა. აი ასეთ ოჯახებს როგორ არ უნდა ქონდეთ წვდომა უფასო კვებაზე, ბატონო ჩემო. როგორ არ შეიძლება ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა, როგორ არ უნდა დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომ გადაადგილდეს ეს გაჭირვებული მოსახლეობა, გადაადგილდეს და მივიდეს დანიშნულების ადგილზე. არა დისკოტეკაზე, ბატონო, რა დისკოტეკები, ჯერ დისკოტეკა სად არის, მაგრამ რეალურად საავადმყოფოში მივიდეს. ნათესავთან მივიდეს, თავისზე გაჭირვებული ნახოს თუნდაც და ასე შემდეგ, რა დალევს ხომ მის მოსასვლელ ასე ვთქვათ, მის мотиваციას, მიზეზებს. და უნდა იყოს ქალაქიდან თუნდაც ვთქვათ, უხეშად 1 საათში ერთხელ გავიდეს ტრანსპორტი. ყველა მიმართულებით, ხო, საქალაქთა თვითონ ქალაქში. და იყოს საქალაქთა შორისოც, ეხლა რუსთავიდან თბილისისკენ ძალიან 20,000 კაცზე მეტი დადის თითქმის ყოველდღიურად. ზოგნი ვერ დადიან, რამე თუ არ შეუძლიათ იმის გადახდა, რა ტარიფებიცაა. ეს საკითხიც უნდა მოგვარდეს საქალაქთა შორისო ეგიდით, რომ გაკეთდეს ასე ვთქვათ, ეს რეისები ტრანსპორტის. ხვადაღებული თემაა სააფთიაქო კარტელური რაღაცა მართლა ეს უსახური რამ წარმონაქმნი, რაც ძალზედ აი მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები, რომელიც დანიშნული აქვს პაციენტს და პაციენტთა რიცხვმა ყველა ქალაქში, მთელს ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა და მოიმატა არა
შემთხვევით, ბევრი რამის გამოისობით, რას რითი იკვებება, რას სვამს და რას სუნთქავს, ჰაერის დეფიციტი, ჰაერის პრობლემა დგას სასუნთქი ჰაერისაც ბატონებო. ქალაქ რუსთავში მით უმეტეს. თბილისშიც ეს არ არის მხოლოდ ავტომობილთა გამონაბოლქვის ასე თქვა პრობლემა და აქედან დაბინძურების мотиваცია. ეს გახლავთ თუნდაც ის ქარხნები, სადაც ის ფილტრაცია არ ხდება, ძველ მოდური, ძველ ტექნოლოგიური რაღაც აღჭურვილობა რომ გააჩნიათ და ამაზე ზრუნვაც იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი საგანი. ეს პრობლემა ჩვენი ზრუნვის საგანი იქნება იმ შემთხვევაში თუ მოვალთ ჩვენ ქალაქის და საერთოდ მუნიციპალიტეტების ხელისუფლებებში. ძალზედ ბევრია ჩამონათვალი და იცით კითხვებიც მე შემდეგ სურს რომ კითხვებიც შემოვიდეს ასე თქვა ჩვენს ეთერში და სურს წავიკითხო ასე ვთქვათ ნომერი რადიო მსმენელთათვის და ტელემაყურებლები კი შეხედავენ მას. ეს არის 557 88 5588. აუცილებლად გავაგრძელებ ამ პროგრამის ასე ვთქვათ ამ ფორმატით წარდგენას. მუნიციპალური საავადმყოფო და მუნიციპალური პოლიკლინიკები აუცილებლად ასაშენებელია. პიროვნებები, რომლებიც ახლა ვამბობთ ჩვენ ჯანდაცვის სისტემა, რაღაც სადაზღვევო სისტემა. სადაზღვევო სისტემა რა არის? ერთიანი დაზღვევა თუ არა კონსულტაციის დაფინანსება მხოლოდ. და რაღაც სისხლის საერთო ანალიზი და იქ 1-2 ნოზოლოგიური თავისებურება და ისიც სანახევროა ჯიბიდან უნდა ამოიღოს მაინც პაციენტმა. ამიტომ ფასიან კლინიკების პარალელურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ, ხელმოკლე მოსახლეობამ ისარგებლოს უფასო კონსულტაციით, უფასო დიაგნოსტიკით და უფასო მკურნალობით. ამის გამო უნდა ამის საჭიროებისამებრ უნდა აშენდეს სწორედაც თუნდაც 2 პოლიკლინიკა ქალაქ რუსთავში ბატონო კონკრეტულად უფასო 2 პოლიკლინიკა და 1 საავადმყოფო, რასაც ვერ ვიტყვით თბილისში. თბილისში შეიძლება 25-30 პოლიკლინიკის აშენებაც. ამისთვის უნდა გამოიყოს 4% ასევე. 4%-მდე ეს დათვლადია და დათვლილიცაა ქალაქის ბიუჯეტებიდან. რომ ეს ყოველივე დაფინანსდეს. რამე თუ უპირველესი და უპირატესი ადამიანია ჩვენთვის. ძალიან კარგია დახაზული ზებრა. ძალიან კარგია სკვერები და ასე შემდეგ. სკვერებსაც ამ ბოლო ხანებში შევნიშნე რომ ხოლმე რაღაც დაბეტონებულია და იქ რეკრეაცია ცოტა შეილახა, მრავალი ხედა ზიანდა. პრიორიტეტია ზარი და მოდით ზარი შემოუშვათ ეთერში. გამარჯობათ გისმენთ. მისმენთ ჩემი ხმა გესმის? დიახ, გამარჯობათ, მისმის. გამარჯობათ ბატონო. დიახ. ანუ რა უნდა გითხრათ? ზამით. 26 წელს ჩავარდა პენსიონერი ვარ. დიახ, დიახ. და საასუათავა, აი ფეხები არ მერტმევა. სამატობო ღებულობს 4-5 საათი. ალბათ რა ეს როსი აგაცენდება წადის ახშიო. და ის გადასვლები რაც არის არ მყოფნის, ან ესე იგი ორგანიზმი ვერ იტანს. და ვარ ესე. და როგორ მოვიცი? თქვენ რომელ ქალაქში ცხოვრობთ, სად იმყოფებით? მე თბილისში. თბილისში მიმართეთ თქვენს პოლიკლინიკას, თქვენს ოჯახის ექიმს თავიდან? ოჯახის ექიმი არ ამყავს. ანუ აქ ჩაწერილი არ ბრძანდებით, ხო? არა მე ანუ კასაგებია. მე უბრალოდ ვარ აი გარეუბანში ცხოვრობ და 6 თვეში ერთად პირადობა უნდა აღვაძინო. კასაგებია, აი სიმძიმე რაც თქვენ აღნიშნეთ თქვენი ჯანმრთელობის კუთხით. ძალიან ცუდი რომ ასე ხდება,
მე წეხან აღვნიშნე რომ ეს საერთიანი სადაზღვევო სისტემა ამ ყველაფერს თქვენ ვერ მოგიგვარებთ, რადგან ეს სისტემა თვითონ ჩავარდნილია. მე არ მინდა იმედი გადაგიწუროთ თქვენ. კონკრეტულად თქვენი სატკივარი რა არის? მე ამას უშუალოდ შევიტყობ ტელეფონის ნომერზე რომ დაგირეკავთ. მე თვითონ ექიმი ვარ პროფესიით და ჩემი კომპეტენციისა თუ არაფერი გექნებათ და ვფიქრობ უფრო სხვა კვალიფიკაცია უნდა ჩაერთოს აქ, სხვა კომპეტენცია, პირადად გეტყვით რა და როგორ, ეხლა რომ ვრცელი დრო არ დაიკავოს, რამე თუ რამოდენიმე კითხვაც მინდა დაგისვათ. ასე რომ მე ვთხოვ პროდიუსერს თქვენი ნომერი დაიმახსოვროს და მე აუცილებლად დაგიკავშირდებით თქვენ ბატონო ჩემო. გასაგებია ალბათ, ხო? მაგაითიშა. ზარია კვლავ ეთერში. მოგბრძანდით გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ, გისმენთ, ეთერში ბრძანდებით. ესეც გაითიშა, კი ბატონო, კი ბატონო. გასაგებია. ჩვენ შევჩერდით უფასო, ასე ვთქვათ, პოლიკლინიკებზე და საავადმყოფოებზე. რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნეთ, ეს დაზღვევის გარეშე უნდა მოხდეს, რადგან დაზღვევაც ცალკე თანხაჯდება, უფასოდ უნდა იმკურნალო ამ ადამიანებმა. წეხან პიროვნებამ, რომელმაც დარეკა ძალზედ შეწუხებულმა, ნუ ის არ არის თბილისის მკვიდრი, მაგრამ თბილისში ბრძანდება და ძალზედ ისეთი მართლაც ისეთი სატკივარი თქვა და პრობლემა დააყენა, რომ ეს სირცხვილიც კი არის, დიახ, სირცხვილიც. ასევე სოციალური ფონდი უნდა შეიქმნას, რომ აქ რაც არ იკურნება, ან ვერ იკურნება, მე ვერ იკურნებაში დაბალ კვალიფიკაციის ექიმებს არ მოვიაზრებ ჩემ კოლეგებს. ჩემი კოლეგები საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის არიან, მაგრამ იქ არის ტექნოლოგიური ჩავარდნა, იქ არის შესაბამისი აპარატურის არ ქონა, ან არ ცოდნა აპარატურისა და მრავალი მიზეზი. ანუ საზღვარგარეთ გამსვლელთა გზაც და მკურნალობაც უნდა დაფინანსდეს სანახევროდ მაინც ამ სოციალური ფონდებიდან. აი, ეს არის ჭეშმარიტი ზრუნვა საკუთარ მოქალაქეებზე. ზარია მოგბრძანდით. გამარჯობა. გაგიმარჯვეთ. ეხლა თქვენ ძალიან კარგი წინადადება წარმოადგენთ. დიახ. ვისაიერი საავადმყოფო აფთია. მე მოსწონთ შენობას. მიკითხება შენობაზე. ოფელი როტარიის კავშირის საავადმყოფო. მას შეიძლება საავადმყოფოს გაგეთება. მუნიციპალურ საავადმყოფოს გაგეთება და ავტიაკი. სადაც ერთი საქართველოს მასშტაბით ეს შენობა როგორ გამკერო, როგორ ნახოთ. ძალიან კარგი შევა მუნიციპალური. მადლობა. ტელევიზორი გამორთეთ თუ შეიძლება და ბოლო წინადადება გაიმეორეთ, რა თუ არ შეწუხდებით. გაითიშა. მე როგორც შევნიშნე, რაღაც შენობაზე გქონდა თქვენ მინიშნება. ნუ რაც არ უნდა იყოს, ეხლა შინაარსი გავიგე ბატონო ჩემო. ჩვენ რომ გვითხრათ ეს რა შედეგს მოიტანს. დაუშვათ რა სადღაც მიგვანიშნოთ შენობის არსებობის შესახებ. ჩვენ კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოში მოსვლის შემთხვევაში დავაყენებთ ამ საკითხებს და ვიბრძოლებთ იმის გამო, რომ იყოს მუნიციპალური აფთიაქი, მუნიციპალური საავადმყოფო, მუნიციპალური პოლიკლინიკები, უფასო საკვები პროდუქტები ადამიანებისათვის, უფასო ტანისამოსი სეზონური კუთხით, ხო? უფასო ტრანსპორტი, დიახ, ეს არ არის ლიტონის სიტყვები. ეს არის ხერხემალი ჩვენი პროგრამისა და ჩვენი შეთავაზებისა, ინოვაციებისა. მე გითხარით, ინოვაციებიც არაერთი გვექნება თქო და სურს ერთი ინოვაცია წარმოადგინო. იცით, ჩვენი ამ ქაოტური ინფრასტრუქტურის და საგზაო მოძრაობის გამო ძალიან ბევრი ყველანი თითქმის ვინც მანქანებით სარგებლობთ და აბაფეხით ხომ არიული კილომეტრებს ხომ რაც არ უნდა ფეხით სიარული ჯანმრთელობა იყოს.
ვართ ძალზედ დიდი ხანი ყოველდღიურად ქუჩაში და ავტომობილში. გზაში ფაქტიურად 2 საათნახევარი მაინც ვართ მინიმუმ გზაში, როცა გადავაადგილდებით თბილისიდან რუსთავში თუ პირიქით და ასე შემდეგ, ხომ? ეხლა კონკრეტულად უფრო მეტად რა თქმა უნდა თბილისს ეხება. ბათუმშიდაც საკმაოდ დიდი პრობლემები ამ კუთხითაც რუსთავზე მოგახსენეთ, რომ როგორი ტენდენცია მზარდი, ასე თქვათ, საცობების და ასე შემდეგ. სწორედაც დავით არხანმოურავის ინოვაციაა ეს. და ესეც არ ჩაგეთვლებათ პლაგიატიზმად და პლაგიატობად თქვენი იყოს. ანუ იდეა თქვენთვის გვიჩუქნია. მე მაქვს ამის უფლება რომ ეს გითხრათ. და თქვენ განახორციელეთ ბატონო, რომ ქვეყნისთვის იყოს საკეთილდღეო და რა არის ეს პროექტი? ეს პროექტი გახლავთ რომ ეგრეთ წოდებული სარკინიგზო ბორანი. სარკინიგზო ბორანი რას წარმოადგენს? თუ და ნამდვილად თბილისიდან ბათუმამდე ჩვენ გვჭირდება არა 1 საათი, რა ვიცი, 5-6 საათი. მატარებელი, რომელიც დაიტვირთება შესაბამისი ავტომობილებით, ძღოლი ავტომობილს შეაყენებს მატარებელში. 450 კმ/სთ სიჩქარით მავალი მატარებელი რამდენ ხანში ჩავა, როგორ ფიქრობთ ბათუმში? ბათუმი ავიღოთ ახლა. ეს 35 წუთი, 40 წუთი ხომ არ არის შემთხვევით? დრო ყველაზე მეტი დეფიციტია, დრო ყველაზე მეტი ფასეულია. ეს მოიმატებს, რა თქმა უნდა, ტვირთბრუნვაში ამ კუთხითაც. აქ იქნება შედეგი და დივიდენდი, საკმაოდ ეკონომიკური ეფექტი იქნება, ფისკალური კუთხით იქნება დიდი ეფექტები. აქ ადამიანებიც დაზოგავენ თანხებს, განა 80-100 ლარი არ გიღირთ, სიტყვაზე ამ ეგრეთ წოდებული ბორანი მატარებლით გადაადგილდეთ თქვენი მანქანა, ჩავიდეს იქ, სადაც გნებავთ 40 წუთში თუნდაც და იქ იმოძრაოთ მერე და მიხვიდეთ დანიშნულების. თქვენ როგორ ფიქრობთ, აქ ნაკლები იქნება მსურველები აი ამ ასე თქვათ პროექტში მონაწილეობის მიღებისა? ძალზედ ბევრი რამ შეიძლება. კეთილ გონიერ ხელისუფალს აი ეს იდეები, როცა მიეწოდება, რა ვიცი, აი როგორ გითხრათ, ნელ-ნელა ზოგს 3 წლის დაგვიანებით არჩევს, ზოგს 2 წლის დაგვიანებით, ზოგს უფრო მეტით აქტუალურად და პუნქტუალურად, ოპერატიულად არის ზომები მისაღები. ზარია ეთერში მოგზავნით. ტელევიზორი გამორთეთ, რომ უკეთესად შედგეს ჩვენი საუბარი. გამარჯობათ. გამარჯობა. იცოცხლე. ეს მაინტერესებს ორი საკითხი და არ ვიცი რამდენად თქვენ კომპეტენტური ხართ მიპასუხოთ ამაზე. დიახ, გიპასუხოთ. მაგრამ მე მაინც გეტყვით თუ წინააღმდეგი არ იქნება. ბძანებთ, იმასაც გეტყვით კომპეტენტური ვარ თუ არა. პირველი საკითხი. დიახ. პირველი საკითხი ეს არის წამლების განუხრელი ზრდა და მისი შეძენა პაციენტების მხრიდან არის ძალიან ძიმე მდგომარეობაში. ფასები ხო წამლების? ერთი საკითხი, ფასები, დიახ. მეორე საკითხი არის ესე იგი ავადმყოფი რო არის მიდის სამედიცინო დაწესებულებაში და თელი კურდანობა რო უჯდება, ორი იმდენი უჯდება ანალიზების გაკეთება. საშინელი მდგომარეობა. აბა ნახეთ, გასიჯეთ თქვენ ცალკეული სახეობები აი ამ ანალიზებით და ესე იგი მე გეტყვით რომ ეს ყოვლად მეუღებელია. ესე იგი მე მგონი ეს ორგანიზაცია ამისი მოსაგვარებელია, ან ვიღაცას არ აწყობს, ან და თავი არ აგვაქვს რომ ეს გავაკეთოთ. დიდი მადლობა. გაიხარეთ, მეც მადლობა გენაცვალეთ, მეც მადლობა. არაერთ გზის გვითხოვთ ჩვენ ამის შესახებ.
ამ კონკრეტულად ამ ორ საკითხს თქვენ რაც დასვით, ხშირად ვეხებით. კონკრეტულად აი ეს გადაცემა რომ დაიწყო, ამ საკითხებზე მქონდა მე მსჯელობა და ამას არ ჭირდება მეცნიერება და დოქტორობა და პროფესორობა. კონკრეტულად ისე პროფესიით მეც ექიმი ვარ და რა თქმა უნდა თქვენს გასაგონად კვლავ ვიტყვი. მეორედ მე ასეთ ვიტყვი, არ დაგზარდებით ბატონო ჩემო. რა თქმა უნდა ძალზედ რთული ამ ხრივ ვითარება, წამლების ფასები ამ კარტელური მიდგომების გამო მაფიად ჩამოყალიბებული სფეროდ გადაიქცა და კონკრეტულად თამამად შეიძლება ითქვას მართლა ცეცხლი უკიდეაო. დიახ, შემოდის რაღაც ძალზედ მცირე ფასად და აქ იყიდება 10 მაგი ფასებით. ეს ამას მხოლოდ აქ არ მუშაობს ახლა ანტიმონოპოლიური სამსახური თავის ადგილზე არ ადგას. აქ კონკურენციის სააგენტოც ვერაფერს ვერ აკეთებს, როცა მათი პრეროგატივაა აი ამ საქმეების მოწესრიგება. რადგან იქ ეჭვია, რა თქმა უნდა, მათი თანამოსაქმეობისა და მათი ინტერესების შესაბამისადაც ხომ არ ხდება ეს ყოველივე, შეიძლება ითქვას. ამიტომ ჩვენი პროგრამა და ჩვენი სურვილი და ჩვენი მოწოდება არის და იმას, რასაც ჩვენ გავაკეთებდით ხელისუფლებისობაში არსებობის პირობებში და შემთხვევაში მუნიციპალური აფთიაქები. ანუ ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე. ხელმისაწვდომობა თქვენ კითხვა დასვით. ნეტავო ვინ აკეთებსო ან რატომ აკეთებსო? აქ კითხვის გარეშეა ნათელი ყოველივე. რომ დღევანდელი ოფიციოზი მხოლოდ თავისი ჯიბისკენ, თავისი ჯანმრთელობისკენ და აქეთკენაა ორიენტირებული, ამიტომაც ვართ ზუსტად იმ დღეში, რა დღეშიც ვართ. რაც შეეხება პაციენტის ხარჯებს, ანალიზებში ხო ლაბორატორიულ კვლევებში გეთანხმებით. ძალზედ დიდია ეს ფასები და ჯანდაცვის სისტემა ამ ხრივაც კრიტიკას ვერ უძლებს. ასე რომ მუნიციპალურ პოლიკლინიკებზე ქონდა მსჯელობა, მუნიციპალურ საავადმყოფოზე, სადაც უნდა შეძლოს მოსახლეობამ, შესაბამისმა მოსახლეობამ და ამის აღწერა სირთულეს არ წარმოადგენს, რომ იმკურნალოს, კონსულტაცია მიიღოს და დიაგნოსტიკაც თავისთავად აბა რა, თავდაპირველად. ზარია ეთერში მობძანდით. ზარი, ალო. გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ. გადმოცემა. ალო. გისმენთ ეთერში ხართ. ბატონო? მომისმინე ძალიან აქ ხოთ. კი და ტელევიზორს გამორთეთ, მაშინ რომ უფრო კარგად გავიგონოთ თქვენი ნათქვამი. კი ბატონო, მაგი არის ადვილი ამბავია ძალიან. კარგით გისმენთ. აბა. ალო. გისმენთ. გისმენთ ბატონო, გისმენთ. წეგან ამ დიდ ჩვენმა პიროვნება მაგერ გადმოცემა რომ მიდის. მაგან თქვა რომ იმეორე ტელევიზორი და როგორ მოგიქცე? ჩვენ არ გვესმის ასე ხმა და გითხარით ისე ჩვეულებრივად გააგრძელეთ. ის პიროვნება მე ვარ ბატონო, მე მელაპარაკებით პირადად. ეხლა ვინც ეთერში? დიახ. ეგან თქვით. ვინც ეთერშია? გადმოცემა ქონდათ ასეთი. რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა ძალიან ცუდიაო. დიახ, ძალიან ცუდია. მე არის პიროვნება ძალიან კარგად გაასუსტა თელ რუსთავს კი არა, საქართველოს. ბრძანეთ? როგორ მოიქცეთ, სად გნახოთ? თქვენ შეგიძლიათ თუ რუსთავში იმყოფებით, რუსთავში ვნახოთ და თუ თბილისში იმყოფებით, თბილისში ვნახოთ. მისამართსაც ტელეფონი მითხარი თქვენი პირადი ტელეფონი. ჩემი პირადი ტელეფონი ასე სახალხო საჯაროდ გეტყვით 595 595 10 10 19 19 30 30 დიახ ბატონო თქვენი სახელი? მე ერისთავი ვარ, ერისთავი. ერისთავი ხართ სახელად? არა, გურამ ერისთავი. გურამ ერისთავი, მშვენიერი სახელი, მშვენიერი გვარი. კარგით ბატონ გურამ. დაგელოდებით. ხო, საინტერესოა ესეთი ინოვაციებს ყოველთვის მივესალმებით. არსებობს ჯგუფიო თუ ადამიანი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებსო, ამას რა სჯობს, ჩვენც ეს გვინდა. აქვე იმ სურს დავამატო აუცილებლად. ესეც ინოვაციათ მიიღეთ ბატონოჩი.
რომ ქალაქ რუსთავი მრავალ პრობლემასთან ერთად და იმ დიდ ისტორიასთან ერთად რომ რა ისტორიიდანაც მოდის, ქალაქ რუსთავი არ არის მე-20 საუკუნის პირმშოგაც. აი ეს რუსთავი ჩვენ გაღმა რუსთავს რომ უწოდებთ, მე-5 საუკუნემდე არსებობდა ის არეალი და მრავალი რარიტეტული ძეგლი, არა მხოლოდ არიში და ასე შემდეგ მეტყველებს იმაზე, რომ ეს კუთხე, ეს დასახლება, რა თქმა უნდა, ცოცხლობდა, არსებობდა თავისი მოსახლეობით. ასე რომ რუსთავს ყავს ყველა მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრები, თავისი ინტელიგენცია თავისთავად, ხელოვნების კუთხით საოცარი შედეგები გვაქვს სპორტის კუთხით, როგორც ყველა ქალაქს, როგორც მთელ საქართველოს. ჩვენი ქალაქი არის მეტალურგთა და ქიმიკოსთა ქალაქი და მრავალი საწარმოა და იქ მომუშავე პერსონალთა ქალაქი. ეს ადამიანები დღეს პენსიონერები არიან, ხო, დიდი ნაწილი. ზოგიერთმა ჯანმრთელობა შესწირა ამ საწარმოებში მუშაობას. განა დაფასებულია რომელიმე ქალაქისაგან, ან სახელმწიფოსაგან. ესენი ხომ ჩვეულებრივად იმ პენსიას ღებულობენ, როგორც დანარჩენი ყველა პენსიონერი, რა პენსიაც საერთოდ გადებაში არ არის სამხმარებლო კალათასთან და იმ მინიმალურ საარსებო, ასე ვთქვათ, გარემოსთან, ხო, რომლის დათვლა და გამოანგარიშება უმარტივესია. ასე რომ ამ პიროვნებების დაფასება მათი ღვაწლის ამაგის, რომლებიც დოვლაც ქმნიდნენ ქალაქში, საქვეყნოს და საქალაქოს. ის სხვა საკითხია, ქალაქს რამდენი ხმარდებოდა და კერძო პიროვნებებს, მაგრამ ეს ადამიანები ხომ გამრჯე ღვაწლით გამოირჩეოდნენ, ხომ? და ერთგვარ სახესაც ქმნიდნენ. შრომელთა ქალაქი განა რას ნიშნავს თუ არა, ასე ვთქვათ, ასეთ ადამიანებზე, ასეთი ადამიანების არსებობას. და მშრომელთა ქალაქად ყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ საწარმოში დასაქმებულთა შრომას არ მოიაზრებს. შრომა სჭირდება ინტელიგენტად ყოფნას, შრომა სჭირდება დისერტაციას. მშრომელთა ქალაქი ეს მთლიანობაშია რუსთავი და არა მხოლოდ რუსთავი, ჩვენი ქვეყანა. და ის არის სწორედაც ყურით მოთრეული რამ და როცა ამბობენ, რომ ქართველი კაცი ძალიან ზარმაცია, სიზარმაცით არ მოსულა დღევანდელ დღემდე ქართველი კაცი. და დღეს თუ გაზარმაცდა რაღაც ნაწილში დაგეთანხმებით, ამასაც თავისი დიდი ონტოლოგია და ფესვები გააჩნია. ასე რომ მეტალურგებს და ქიმიკოსებს, ამ ღვაწლმოსილ პენსიონერებს აუცილებლად ქალაქის ბიუჯეტიდან უნდა მიეწოდოთ სიმბოლური თუნდაც და არა მინიმალური ოდენობით ფულადი სახსრები, რომ ერთგვარი მადლობა მაინც გამოგვივიდეს აი ამ ამაგდარ ადამიანებზე, დიახ, ამ ჭეშმარიტ რუსთაველებზე და ქალაქელებზე. ძალზედ ბევრია სასაუბრო პროგრამულ ნაწილში. მე მსურს ყველა რუსთაველს, ყველა თანაქალაქელს, ყველა თბილისელს, საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გითხრათ, რომ პატრიოტთა ალიანსი ეს დიდი ერთობა არის ის ძალა, რომელსაც არასდროს მოუტყუებია თავისი ამორჩეველი, არ გაუცურებია და ყოველთვის იქ იდგა, იმ ეპიცენტრში იდგა, სადაც ყოველთვის უჭირდა ქვეყანას. დიახ, აი სინდისის ხმას გაჰყევით და თქვენ სწორედ იმ ციფრს გააფერადებთ, რომელიც სიკეთეს მოგიტანთ. დიდი მადლობა დღევანდელი დღისათვის უფალს შემოქმედს, დიდი მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, ვინაც ჩემი ეთერში ყოფნა უზრუნველყო, დიდი მადლობა ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს. უკეთესი ხვალინდელი დღე გქონოდეთ ჩემო ქვეყანაო. ნახვამდის.